ერთი ცეზარი მინდა და ბანანის კრეპი. აუ, ბანანის კრეპი მეც მინდა. მეც რა. მადლობა. დღეს მეგვატიჟებთ. დააბრუნა კობამ ფულები. კაი, ძალიან სულ ვიხუმე, მაგრამ სასაცილო ხო იყო. მე მგონი ახალ სამსახურს ვიწყებ. და მაგიტო დაგვპატიჟე ხა? წეს არ აიღე ხელბას. აუ, არა, ჯერ საერთოდ არ ვიცი დავთხრები თუ არა ეჭვმეპარება, მაგრამ მინდა რომ ეს დღე თქვენ ერთ-ერთ კარგად გავატარო რა. მოყევი აბა რა სამსახური? იგივე სამსახურში. ძელში. სადაც მუშაობდი ესთეტიკის ცენტრში? ხო. რატო? მადლობა. თამ დამირეკა გუშინ. მოიცა თამთა ის არ არის, ვინც გამოგაგდო იქიდან? შემხვდიო, დღეს შევხვდი და მთხოვა დაბრუნდი. და ისე ლაპარაკობ, მე მგონი აპირებ დაბრუნებას. არ ვიცი ჯერ. რა არის, ვერ გავიგე, იგივე რო გააკეთოს. თან ვერ ხვდები რა შემოგთავაზა ხა ესეთი. მოკნელ გრაფიკს და ორმაგ ხელფას. ის ღაპარიან მაგოგოსგან. ეხა ისევ ჩაგიგდებს ხელში, მე რა ისევ გამოგაბუნძულებს. თან კაი პირობები რო შესთავაზა? ჭკვიანი. არ ვიცი, ხალხო, ძალიან დავიყანე ესე რა. ელენე ყველაფრიდან გამოვიყვანე, ამ ბინიდან დარჩენილი ფული როდემდე უნდა მეყოს. აღარ შემიძლია ეს. ახალიც არაფერი არ ჩანს. არა მესმის ხო? მაგრამ მაინც საფრთხილოა რა. ჯერ ესეთი მარიამ, რამდენჯერ შეიძლება გითხრა, რომ არ არის რა ეს ფული მაქვს და არ არის პრობლემა, მოგცემ, როცა დაგჭირდება. არა, რა მე მჭირდება ჩემი შემოსავალი. ხო ვიცი, რისკავ, მაგრამ თუ რამე წამოვალ რა. კაი, პრინციპში რო ცადო, აი რა. ცადე რა, უბრალოდ ფრთხილად იყავი. ხო, რა და საერთოდ ვთქვი, რომ ეკასნაირი მეგობარი ყავს და საფრთხილად იყოს რა. ისე იცი ავს ვფიქრობ, რომ მოვიდე და გამოველაპარაკო ამ თამთას. გაესაუბრო. ეყავთ ხან უმაიმუნობთ. ხო იცით, მე თვითონ გავუმკლავდები. მეგობრებო, ვისთვის ან რისთვის ვემზადებით ასე ძალიან? ეკუდა, დედიკო, რა გაცვია? მიდი რა გამოიცვალე, მიდი. მამა, სტუმრები სადაცაა მოვლენ შუა. ვინ მოვლენ, მამა, ვინ? გოგას მეგობრები თქო. ხო და რა შუაში ვარ გოგას მეგობრებთან, ვერ გავიგე. გეხვეწები, არ მაწყენილა, უარს თუ მეტყვი, მიდი რა გამოიცვალე. ნანიკო, რა იმას ხوارე ჭობს? რას უნდა ეჭვობთ ეს ვერ ხედავ? ასე გოგა მომწერა, ქვევით არიან ეზოში. მიდი გამოვიტანე ღვინო. ნანიკო, ვაცია, რომ მოვლენ გამოვიტან. და ეხლა რო გამოვიტანო, არ შეიძლება? კი, ბატონო. მიდი. ბატონო. აბა, ვაიმე, დედიკო, ესე არ ჯობია. ძალიან გიხდება. ძალიან გიხდება. ჩირას გიზამა ეს ისტერიკა რომ მოაწყე გოგას მეგობრების გამო? ჩემი ლამაზი. ვაიმე, ის არის დედიკო, მე გავაღებ. მობძანდით. Hello. Hi. Nice to meet you. ვაიმე. Oh, so good to see you. I can't believe you are here. Oh, you look gorgeous. Yeah. come Gogo helped us. here. Your brother helped us to organize all this. გოგა? დავეხმარე რაღაცეებში. შენ, ეხა მოდი უნდა ჩაგეხუტა. Come here. მობძანდით. Come. Thank you. Tajikit. Eat food good. ნანიკო, დააცადე, შეჭამე. Hello. და რაღაცა უთხრა. გონი ლამაზი ხარო. ხო გეუბნებოდი. არ გითხარ ხო? დაჯი. კარგი, დაჯიქი. აბა? Now I'm fine. David, how are you? I'm fine. Now I'm fine. დედა რა საკეთე? ჩანთას გილაგებდე. გაიზარდა ეს ბავშვი, თვითონ ჩაალაგებინა. ხალხურ სკოლა არა. ექსკურსიაზე მივიდივართ, არ გახსოვს? აუ, სულ ამომივარდა თავიდან. მოიცა, არ მოდიხარ?
ვერად. ბებო, გინდანა წავაყვები? დედა, სად უნდა წაყვას შენ 2 დღეა გამოხვედი სახლში. და შენ რატო ვერ მიდიხარ? ჩემი ძველი სამსახური გახსოვთ? კი, რუსო კონფეტებს მაჭმა. აი ეგ. ხო და დაგაბრუნებთო. მართლა დედა? ამაგარია. ორმა ხელფას გადამიხდიან. ამაგარია. კაი, მაშინ მარტო წავა. რატო მარტო ბებო? იქ სხვა ბავშვების მშობლები ხო იქნებიან? კიდე და დამრიგებელიც იქნება. თუ შენ არ მითხარი დამოუკიდებლობა შეაჩვია? კაი, მაშინ დღეიდან დამოუკიდებელი გოგო. მე ჩემი დამოუკიდებელი პრანჩია. ნონა, ნახე რა კარგი სტატიები წერია დიმიტრი ექიმზე. ძალიან მაგარი ექიმი ყოფილა. ნახე? აი? ამერიკაში უსწავლია. ხო და ჩამოვყალიბდეთ თენგო, გადავწყვიტოთ ახლა ყოველი დღე არის როგორი მნიშვნელოვანი. ხვალვე წავალ მე და მე თვითონ მივხედავ ჩემი ბავშვის ჯანმრთელობას რა. ყოველი დღე არის მნიშვნელოვანი. კიდე ის და ძალიან გავწელეთ უკვე. შენ შემოგევლოს დედა. ნერვიულობს. დედიკო, კი ვიცი რომ ბიჭი გინდოდა, მაგრამ ესეც შენი შვილია. მე ძალიან გთხოვ რა, ბიჭი და გოგო აღარ მიხსენო. ესეც კი არა, ეს არის ჩემი შვილი და გაიზრდება ყველაზე ძლიერი გოგო მთელ მსოფლიოში. შენ გენაცვალე, მამა. აი ეს არის ჩემი შვილი. ო, დედიკო, გაგიმზადებ, ახლა ვი ჩაგილაგებ ჩანთას. ხო და კიდე რაღაც მოვიფიქრე რა. აბა, რა დედა? თამარი უნდა დავარქვა. თამარი? თამარ მეფე. ქალი იყო, მაგრამ ყველა კაცს საჯობა საერთოდ. ხო? მართალია. კი, აბა რა ჩვენც ეგეთი გოგო გვეყოლება. სამაგალითო გოგო გაიზრდება თავის დებთან ერთად. და რაც თავარია, ჯამრთელი. მე თვალე გადაგორდეს ეს ამბები და ისეთი ამბავი უნდა დავატრიალო. ისეთი ამბავი უნდა დავატრიალო. რა ამბავი უნდა დაატრიალო, დედა? ასულობა უნდა გადავიხადო. მართალია. ეგეთი ძეობა რო არაფის არ უნახავს ისე. შენ გენაცვალე. ყოჩახ, მამა. გენაცვალე, შენი ჭირიმე. აი ესეთი შვილი გავზარდე მე. ყოჩახ. დედა, მოდი დედიკო, ჩაგილაგებ ახლა ყველაფერს. აბა გაგიმზადებ ჩანთას. მოდი მაჩვენე რა გავაკეთე. Traveling alone in an empty carriage, thinking of you, thinking of me. აბა, რა შვები? მე მორჩი უკვე ჩემს საქმეს. რაკენი გახვედი ბოლოში? მე გადავები? შენ ხარ უფროსი თუ მე? მე უნდა გაკონტროლებდე, ჰა? 3 საათის წინაც ამას არ თვლიდი? აი რა ზვიან, დილამდე მორჩები რა. აქ აპირებთ ძილს? ძილს არა, მუშაობას. რა გჭირს შენ ერთი? ჰა? არაფერი, რა გინდა? რა მინდა, ეგრე მკვდარი სული ვით უნდა იდო, ეხლა ამდენი ხანი? შემეშვიდა. ისევ ქალის ამბავი უნდა იყოს, ჰა? ხო იცი, ზვიადის თვალს არაფერი გამოეპარება. თან ლაკოზე ზუსტად ესე იქცეოდი. რა მოხდა? ირინამაც დაკატო? ოჩახ შენ. ეგღა მაკლდა რა. კაი, ხო. მიდი მომიხევი რა მოხდა. ბიჭო, გონი მართლა დამადოე. რა იცი? ხან ისე კარგად ვართ რა. იგონება ერთმანეთისთვის ვართ შექმნილები რა. მეორე დღეს რა ვიცი, ბიჭო, სპეცაგენტივით გაქრება, არც ტელეფონზე პასუხობს, არც SMS-ი, არც ვნახულობს, ვეღარ გავიგე რა. რა იცი რა საქმე აქვს? ეგრე საქმე ჩვენც გვაქვს, ბიჭო. მე აღარ, აი შენ კი. აი SMS-ზე პასუხს რა უდგას წი? რას გაუგებ ქალებს, ჰა? ანა ირინას არ იცნობ შენ რა. ეჭვი მაქვს რომ არც შენ. და ამ პროგნოზების კეთებას არ ჯობია, ეს ლეპტოპი დაკეცო, სახლში წახვიდე, დაისვენო, გამოიძინო, მე ცოტა წამოიმუშაო და ის ირინაც გამოჩდება რა. რა ადვილი სათქმელი. უფრო გაადვილდება თუ ადგები. მიდი, ადი. მიდი. მიდი. აჰა, ხო არ არის ძნელი. მიდი. წამო რა აღარ შემიძლია. წავიდეთ. წავედით.
შეგვიწყალე. ამინ. მოგზან, მამა. იჯი. ობა, იჯი. ეს ველაპარაკე მე უფეს შენზე. რაო, მამაო. თანახმაა რომ მორჩილად დარჩე. დრო გექნება გაიაზრო და იფიქრო. ღმერთი დაგანახებს რამდენად სწორ გადაწყვეტილებას იღებობა. ცი გზა იმ მიზნისკენ რაც შენ აირჩიე ძალიან რთული იქნება. ერთ სტუნებას გადააწყდები. და ყველაფრისთვის მზად ვარ, მამა. ახლა უფრო მეტად. ედრესაც ჯეროდა რომ არ უღალატებდა იესოს სანამ მამალმა მესამედ არ იღილა. ამიტომ ნახოთ. თავარია რომ შენს გადაწყვეტილებაში მყარად იყო. ამიტომ ილოცე და გააძლიერე შენი სული. მისმართება, მამა. მერტმა დაგუწეს. მოგწონს? სამბილი ხელები გოს. არა მარიამმა დამირეკა რა. მერე? ბიჭო ელენე იყო ბავშვებთან ერთად წასული ექსკურსიაზე რა. ხო და ვეღარ პოულობენ. გაიმეორე რა თქვა.